გამარჯობა. ვაგრძელებთ ფსიქოლოგიის შესწავლას ნულიდან. ეს არის ამ კურსის მესამე ვიდეო. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ ფსიქოლოგიის მიზნებზე. დღეს კი განვიხილავთ იმას, თუ როგორ ახერხებს ფსიქოლოგია ამ მიზნების მიღწევას. ამ ვიდეოს შესავალში დავსვამთ საინტერესო კითხვას ფსიქოლოგიური კვლევის შესახებ. შემდეგ ავხსნით, როგორ აზროვნებს ფსიქოლოგი და ვიდეოს ბოლოს ამ ცოდნაზე დაყრდნობით პასუხს გავცემთ ჩვენს საწყის კითხვას. ამიტომ ამ ვიდეოს უმნიშვნელო ნაწილი არ აქვს და თუ ფსიქოლოგიის შესწავლა გსურთ, გირჩევთ ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე უყუროთ. იმისათვის, რომ ფსიქოლოგიამ მიაღწიოს თავის 4 მიზანს, ქცევის აღწერას, ახსნას, წინასწარმეტყველებასა და მართვას, მას სჭირდება მკაცრი წესები. ამ წესების ერთობლიობას მეცნიერული მეთოდი ჰქვია. რატომ მეცნიერული? დაუშვათ მე გამიჩნდა კითხვა. რატომ უყვართ ადამიანებს ფეხბურთი? იმისთვის, რომ ამ კითხვას პასუხი გავცე, არ არის საკმარისი ჩემი პირადი აზრი. მე შეიძლება ვფიქრობდე, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტია და ამიტომ მოსწონს ხალხს. მაგრამ ეს პასუხი სულაც არ არის დამაჯერებელი. ერთი იმიტომ, რომ ხალხს შეიძლება მოსწონდეს კალათბურთიც, ჩოგბურთიც, ძიუდოც, რაგბიც ან ნებისმიერი სხვა სპორტი. თუ კი ხალხს მხოლოდ საუკეთესო სპორტი მოსწონს, მაშინ ყველა ეს სპორტი საუკეთესო გამოდის, რაც შეუძლებელია, რადგან საუკეთესო მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. მეორე, ვინ ადგენს რა არის საუკეთესო? იქნება ის, რაც ჩემთვის საუკეთესოა, სხვისთვის არ არის საუკეთესო. რა უფლება მაქვს სხვის მაგივრად ვიმსჯელო? მესამე, ფეხბურთის შესახებ გამოტანილი დასკვნა ჩემი პირადი აზრია და არა ჭეშმარიტება. პირადი აზრი კი იმდენი არსებობს, რამდენიც ადამიანია. ამიტომ ფსიქოლოგია რომ პირად აზრებზე იდგეს, მას არ ექნებოდა დამაჯერებლობა. მათემატიკის მსგავსად ფსიქოლოგიასაც სჭირდება სიზუსტე. აბა წარმოიდგინეთ, როგორი ქაოტური იქნებოდა მათემატიკა, 2x2 ხან 4 რომ იყოს, ხან 9, ხან 37 იმის და მიხედვით თუ ვის როგორ გგონია ან გვინდა. მათემატიკაში პირადი აზრის ადგილი არ არის. შეიძლება მე მეგონოს, რომ 2x2 37-ია, მაგრამ ამით ჭეშმარიტი პასუხი ანუ 4 არ იცვლება. სწორედ ასეა ფსიქოლოგიაშიც. მე რაც არ უნდა მეგონოს, ამით სწორი პასუხი არ იცვლება. ამიტომ ფსიქოლოგებს სჭირდებათ რაღაც მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეძლებენ კითხვებზე ობიექტური პასუხების მიღებას და სხვადასხვა აზრის მქონე ადამიანები ერთ პასუხამდე მივლენ. ამ მეთოდის გამოყენებით აღარ აქვს მნიშვნელობა პირად აზრებს, რადგან მონაცემების მოპოვებაც, მათი დათვლის მეთოდის, მიღებული შედეგების ინტერპრეტაციაც, ყველაფერი წინასწარ მკაცრად არის განსაზღვრული და ექვემდებარება მეცნიერულ მეთოდს. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, მეცნიერული მეთოდი არის ისეთი მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც საშუალებას გვაძლევენ პასუხები ჩვენს კითხვებზე მივიღოთ ობიექტური და არა სუბიექტური მეთოდებით. მაგალითად, იმისთვის რომ გავიგოთ ჰაერის ტემპერატურა, ობიექტურ საზომად ვიყენებთ თერმომეტრს და არა იმას, თუ რამდენად გვცხელა. თუ გვაინტერესებს ნივთის წონა, საზომად ვიყენებთ სასწორს და არა ჩვენს ვარაუდს. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის ფსიქიკა და ქცევა არც თერმომეტრით იზომება და არც სასწორით, მაინც არსებობს საშუალებები, რომლებიც ფსიქოლოგიურ კითხვებზე მოგცემენ პასუხებს. ვიდეოს ბოლოს თქვენ შეიარაღებული იქნებით იმ ცოდნით, რასაც ფსიქოლოგები იყენებენ ახალი ცოდნის შესაქმნელად. ფსიქოლოგიური კვლევა ყოველთვის გადის 4 ძირითად ეტაპს. პირველი არის საკითხის დასმა. მეცნიერი ამჩნევს საინტერესო მოვლენას ცხოვრებაში. მაგალითად, როცა ადამიანს რაღაც უხარია, ის იღიმის. რატომ იღიმის ჯერ არ ვიცით, მაგრამ ეს არის ჩვენი საკვლევი საკითხი, ანუ ის კითხვა, რაზეც გვაინტერესებს პასუხი, ის რასაც დავაკვირდით და შევამჩნიეთ. შემდეგ მეცნიერი აყალიბებს ჰიპოთეზას. ეს არის მეორე ეტაპი. ჰიპოთეზა არის მეცნიერული ვარაუდი, რომელიც საჭიროებს შემოწმებას. მაგალითად, თუ ადამიანს მის საყვარელ წიგნს ვაჩუქებთ, ის გაიღიმებს. ეს ვარაუდია და არა მტკიცებულება, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცით ასე მოხდება თუ არა. შეიძლება ადამიანს წიგნი ვაჩუქოთ და არც გაუხარდეს, არც გაიღიმოს. შეიძლება არ გაუხარდეს და თან გაიღიმოს კიდეც. შეიძლება გაუხარდეს, მაგრამ არ გაიღიმოს. შეიძლება თან გაუხარდეს და თან გაიღიმოს. იმისთვის რომ ჩვენი ვარაუდი შევამოწმოთ, უნდა ჩავატაროთ კვლევა. ანუ უნდა შევაგროვოთ მონაცემები, რის საფუძველზეც ვიტყვით, რომ ჩვენი ჰიპოთეზა, ანუ ჩვენი ვარაუდი, ან გამართლდა, ან მცდარი აღმოჩნდა. მესამე ეტაპზე ვაგროვებთ მონაცემებს, ანუ ვატარებთ კვლევას. კვლევარი ირჩევს რაიმე მეთოდს და იწყებს თავისი ვარაუდის შემოწმებას. მაგალითად, გაიგებს რა წიგნი უყვარს ადამიანს, მერე ამ წიგნს აჩუქებს და დააკვირდება მის რეაქციას, როგორ მოიქცა, გაიღიმო თუ არა, მაგრამ მარტო ეს არ გმარა. როგორც ვთქვით, შეიძლება ადამიანს არ გაუხარდეს, მაგრამ მაინც გაიღიმოს. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რახან ადამიანმა გაიღიმა, ეს აუცილებლად სიხარულმა გამოიწვია. იქნებ უხერხულობისგან ან თავაზიანობისგან იღიმის. თანაც ერთი ადამიანი რომ გამოვიკვლიოთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთია.
ერთმა რომ გაიღიმოს ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა გაიღიმებს. მაშინ რა ვქნათ? როგორ მოვიქცეთ? აი მივედით იმ მთავარ კითხვამდე, რაზე პასუხიც ამ ვიდეოში უნდა მივიღოთ. როგორ შევამოწმოთ ჩვენი ვარაუდები ფსიქოლოგიური, მეცნიერული გზით? როგორ გავიგოთ, როდის ნიშნავს ღიმილი სიხარულს და როდის არა? როგორ გავიგოთ, როდის გაუხარდა ადამიანს წიგნის ჩუქება და როდის არა? როგორ და უნდა ჩავატაროთ ისეთი კვლევა, სადაც ისიც გვეცოდინება გაუხარდა თუ არა ადამიანს, ისიც გვეცოდინება გაიღიმა თუ არა და ისიც გვეცოდინება მიღებული შედეგების სხვებზე როგორ განვაზოგოთ. აი მეცნიერული მეთოდი ზუსტად ამას აკეთებს და ამაზე დაწვრილებით გეტყვით ამ ვიდეოში. მაგრამ ვიდრე კვლევის მეთოდებზე გადავიდოდეთ, დაგვრჩა კვლევის მეოთხე ძირითადი ეტაპი. ძალიან მოკლედ ესეც ვახსენოთ. ეს არის დასკვნა. დაუშვათ კვლევა უკვე ჩავატარეთ, რაღაც მონაცემები გვაქვს. მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ, რას ნიშნავს ეს მონაცემები. ზოგმა გაიღიმა, ზოგმა არა. მერე აქედან რა გავიგოთ? ფსიქოლოგის სტატისტიკის დახმარებით ამოწმებს გამართლდა თუ არა მისი ვარაუდი. სტატისტიკაზე და შედეგების შემოწმებაზე საუბარი სხვა ვიდეოსთვის შემოვინახოთ. ახლა უშუალოდ კვლევაზე გავამახვილოთ ყურადღება. იმის და მიხედვით, თუ რომელი მიზნის მიღწევა სურს ფსიქოლოგს, ის იყენებს სამი ძირითადი ტიპის კვლევას. გვაქვს აღწერითი, კორელაციული და ექსპერიმენტული კვლევები. შეიძლება უკვე გეგონოთ, რომ ძალიან გართულდა ეს ვიდეო და ბევრი ინფორმაცია დაგროვდა, მაგრამ ეს არ არის ლექსი და არც საზეპიროა. ამას უბრალოდ შეგიძლიათ მოусმინოთ, რომ თითოეულის არსი გაიგოთ. მერე კი მათ შორის განსხვავება და ის თუ რომელი როდის გვჭირდება დროთა განმავლობაში თავისით გამარტივდება. დავუშვათ გვინდა ვუპასუხოთ კითხვას. რა ხდება? ანუ ჩვენი მიზანია ქცევის აღწერა. რატომ ხდება, როდის ხდება, სად ხდება, ესენი არ გვაინტერესებს. მხოლოდ ის გვინდა გავიგოთ, რა მოცემულობა გვაქვს. ამიტომ აქ ვიყენებთ აღწერით კვლევას. მარტივია, გვინდა ქცევის აღწერა, ვიყენებთ აღწერით კვლევას. მაგალითად მეცნიერს აინტერესებს რა ხდება, როცა ადამიანს მის საყვარელ წიგნს ჩუქნი. აქ ყველაფერი ძალიან მარტივია. აჩუქებ წიგნს და დააკვირდები მის რეაქციას. ამით გაიგებ, რომ ადამიანს როცა წიგნს ჩუქნი, ზოგი იღიმის, ზოგი არა. აღწერით კვლევას მაშინ იყენებენ ხოლმე, როცა სრულიად ახალ ფენომენს სწავლობენ და ჯერ არ იციან საიდან დაიწყონ კვლევა. ანუ ამით რაღაც ინფორმაციას აგროვებენ. წარმოიდგინეთ, გაგიშვეს რაღაც ზღაპრულ პლანეტაზე, სადაც მიზიდულობის ძალა პირიქით ქვევიდან ზევით მოქმედებს. თქვენ მიწაზე დგახართ, კიდევ რამდენიმე საგანი მიწაზე დევს, მაგრამ ზოგიერთი ნივთი ზევით მიფრინავს. თუ კი ასეთ პლანეტაზე მოხვდი, ჯერ გჭირდება ინფორმაციის მოპოვება. ვიდრე იმას ახსნიდე, რატომ მიფრინავს რაღაც ნივთი ზემოთ და რატომ დარჩა ზოგიერთი ნივთი მიწაზე, ჯერ ხომ ის უნდა იცოდე, რა მოცემულობა გაქვს. ამიტომ აკვირდები სიტუაციას და აღწერ ყველაფერი იმას, რასაც შეამჩნევ. ფსიქოლოგიაც ასევე აკვირდება ადამიანს. თვითონ არ ერევა, არაფერს არ ცვლის. იქცევა ისე, თითქოს ფილმს უყურებს. ფილმი უკვე გადაღებულია, მასში შენ ვერ ჩაერევი. ტელევიზორის წინ რომ იჯდე და ფილმის ერთ-ერთ გმირს რამე უკარ ნახო, მაინც ვერ გაიგებს, რადგან მას შენი არ ესმის. ფსიქოლოგიც წარმოიდგენს, რომ ასეთივე ფილმს უყურებს და უბრალოდ აკვირდება იმას, რაც თავისით მოხდება. მაგალითად, ფსიქოლოგის შორიდან ჩარევის გარეშე უყურებს, როგორ თამაშობენ ბავშვები ბაღში. თვითონ კი არ ათამაშებს, აკვირდება, რას იზამენ ბავშვები თავისით. შეიძლება ერთ კონკრეტულ ადამიანსაც დააკვირდე. მაგალითად, ვიღაცას რაღაც ტრავმა ჰქონდა და გაინტერესებს, როგორ იქცევა ეს ადამიანი ამ ტრავმის გადატანის შემდეგ. შეიძლება ბევრ ადამიანს ერთი და იგივე კითხვა დაუსვათ. ესეც აღწერაა, რადგან ჩვენ არ ვერევით. ჩვენ არ უცვლით არაფერს ადამიანებში. მხოლოდ იმას ვარკვევთ, რაც ისედაც არის. მაგალითად, ვეკითხებით ადამიანებს, დღეში რამდენ საათს ატარებთ სოციალურ ქსელში. ჩვენ ხომ არ ვცვლით სოციალურ ქსელში მათ გატარებულ დროს. ჩვენ ხომ არ ვეუბნებით არავის, ვინ როგორ მოიქცეს. უბრალოდ ვიკვლევთ, რა მდგომარეობაა. ანუ ყველაფერი, რაც ზოგადი ვითარების შესახებ გვაძლევს ცნობებს, გადის აღწერითი კვლევის კატეგორიაში. გადავიდეთ კორელაციურ კვლევაზე. თვითონ სიტყვა კორელაციის გაგება განსაკუთრებით მარტივი იქნება მათთვის, ვინც სიტყვა კორელაციას მის შემადგენელ ნაწილებად დაშლის. რელაცია ქართულად დაახლოებით სიტყვა ურთიერთობას, დაკავშირებულობას, მიმართებულობას ნიშნავს. ანუ როცა გვაქვს ორი ან მეტი რაღაც და ამ რაღაცებს შორის არსებობს გარკვეული კავშირი, გარკვეული ურთიერთობა. კო კი ქართულად დაახლოებით ნიშნავს თანას, ერთობლივს. მაგალითად, კოოპერაცია არის თანამშრომლობა, კოორდინაცია არის ასევე ერთობლივი შეთანხმებული მუშაობა, კოჰაბიტაცია არის თანაცხოვრება, თანაარსებობა. ამიტომ კორელაციაც არის თანაკავშირი, თანამიმართება, ურთიერთდაკავშირებულობა.
როცა ორი რაღაც კორელაციაშია, ეს ნიშნავს, რომ ეს ორი რაღაც ერთდროულად მონაწილეობს საქმეში. მაგალითად, სტრესის დონე და ავადმყოფობის სიხშირე ურთიერთდაკავშირებული რამეებია. ანუ ეს ორი რაღაც კორელაციაშია ერთმანეთთან. მაგრამ ფრაზა, რომელსაც ფსიქოლოგიის ლექციებზე დამწყებ საფეხურზე ყველაზე ხშირად გაიგებთ, არის ის, რომ კორელაცია არ არის მიზეზ-შედეგობრივობა. ეს რას ნიშნავს? კორელაციის დროს ჩვენ ვიცით, რომ ორი ან მეტი რაღაც ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ არ ვიცით, რომელი რომელს იწვევს. ჩვენ ახლა ვთქვით, რომ სტრესის დონე და ავადმყოფობის სიხშირე კორელაციაშია. ეს ნიშნავს, რომ არ ვიცით, მაღალი სტრესი იწვევს ავადმყოფობის სიხშირეს თუ ავადმყოფობის სიხშირე იწვევს მაღალ სტრესს. რახან არ ვიცით, რომელი რომელს იწვევს. ერთადერთი რამის თქმა შეგვიძლია, რომ ეს ორი მოვლენა ერთდროულად იჩენს ხოლმე თავს. ანუ როცა ადამიანს მაღალი სტრესი აქვს, თან ხშირად ავადმყოფობს კიდეც და როცა ავადმყოფობს, თან მაღალი სტრესი აქვს ხოლმე. მიდი და გაიგე, რომელია მიზეზი. მიზეზი არ არსებობს. ამიტომ ვსაუბრობთ ურთიერთობაზე ამ ორს შორის. უფრო მარტივად რო ვთქვათ, მოვიყვანოთ ფსიქოლოგიისთვის ცოტა უხეში, მაგრამ ადვილად გასაგები მაგალითი. დავუშვათ, როცა თქვენ თეთრ ფეხსაცმელს იცვამთ, ვიღაცას თავზე წითელი ქუდი აფარია ხოლმე. თქვენ ხომ ვერ იტყვით, რომ თქვენმა თეთრმა ფეხსაცმელმა გამოიწვია მის თავზე წითელი ქუდის დაფარება. ისიც ხომ ვერ იტყვის, რომ თქვენ იმიტომ ჩაიცვით თეთრი ფეხსაცმელი, რომ მან წითელი ქუდი დაიფარა. მიზეზი არც ერთია და არც მეორე. თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ, ის თავისას და არც ერთი მეორეს არ უთანხმებს ან უბრძანებს რა გააკეთოს. უბრალოდ ორი რაღაც ხშირად ემთხვევა ხოლმე ერთმანეთს. არც ერთს მეორე არ გამოუწვევია. ზაფხულში ნაყინის გაყიდვების იზრდება და ზღვაზე დახრჩობის შემთხვევების. ისინი კავშირშია, მაგრამ ნაყინი კი არ ახრჩობს ადამიანებს, ან დასახრჩობად განწირულები კი არ ყიდულობენ ნაყინს. არამედ ეს ორი რაღაც ერთდროულად ხდება. ასევეა ფსიქოლოგიაშიც. ხშირად ორი თვისება, ქცევა, განწყობა და ასე შემდეგ ერთდროულად რჩნდება ხოლმე. ოღონდ არ ვამბობთ, რომ ერთს წინ უძღოდა მეორე, ან ერთი მეორის მიზეზი იყო. კორელაციური კვლევის მიზანია უპასუხოს კითხვას, რა კავშირი არსებობს ორ ან მეტ რაღაცას შორის. მაგრამ ქცევის უბრალო აღწერისგან კორელაციას ის განასხვავებს, რომ კორელაცია გვაძლევს წინასწარმეტყველების საშუალებას. მაგალითად, თუ ვიცით, რომ კარგად სწავლა და ბედნიერების გრძნობა ერთმანეთთან კორელაციაშია, მართალია მიზეზი რომელია ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს საშუალება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ბედნიერების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად გაიზრდება კარგად სწავლის მაჩვენებელიც და პირიქით. კორელაციურ კვლევას მაშინ ვიყენებთ, როცა გვაინტერესებს, როგორ იცვლება ერთი მოვლენის ცვლილებასთან ერთად მეორე. ანუ როგორ უკავშირდება ეს ორი რაღაც ერთმანეთს. თუ დააკვირდებით, აღწერითი კვლევა ფსიქოლოგიის 4 მიზნიდან მხოლოდ ერთზე გვაძლევდა პასუხს. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ფსიქოლოგიის 4 მიზანი: აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება და მართვა. აღწერითი კვლევა მხოლოდ აღწერდა სიტუაციას. კორელაციური კვლევა უკვე თან აღწერს და თან წინასწარმეტყველებს. მას არ შეუძლია ახსნა, იმიტომ რომ არ იცის რომელი რას იწვევს, და არ შეუძლია მართვა, იმიტომ რომ თვითონ ვერ ერევა საქმეში, თვითონ ვერაფერს ვერ ცვლის. სამაგიეროდ არსებობს მესამე მეთოდიც, ფსიქოლოგიის ნამდვილი სული და გული, რომელიც თავის თავში აერთიანებს ქცევის აღწერით მიღებულ მონაცემებსაც. თან ხსნის კიდეც რატომ გვაქვს ასეთი მოცემულობა, თან აკეთებს წინასწარმეტყველებას სამომავლო პერსპექტივების შესახებ და თან შეუძლია ჩაერიოს ადამიანების ქცევაში ან აზროვნებაში და რაღაც შეცვალოს. ალბატონებო და ბატონებო, თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა ექსპერიმენტი. ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელსაც შეუძლია რაიმე მოვლენა ახსნას და უპასუხოს კითხვას, რატომ ხდება. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც ამტკიცებს მიზეზ-შედეგობრივობას. თუ სადმე შეხვდით სტატიას, სადაც წერია, რომ ფსიქოლოგებმა გაიგეს, რატომ ხდება ესა და ეს, შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოსთ, რომ ამ რაღაცის გასაგებად მათ გამოიყენეს ექსპერიმენტული მეთოდი. ექსპერიმენტი გამოიყენება მაშინ, როცა მეცნიერს სურს ზუსტად დაამტკიცოს, რომ კონკრეტულმა A მოვლენამ გამოიწვია შედეგი B. ანუ კორელაციასავით უბრალოდ იმას კი არ გვეუბნება, რომ A-ს და B-ს შორის კავშირია, არამედ გვეუბნება, რომ A-მ გამოიწვია B. ექსპერიმენტების უმრავლესობა ტარდება მკაცრად კონტროლირებულ გარემოში. მეცნიერი თავად აკონტროლებს ყველაფერს, რაც ექსპერიმენტში ხდება. მაგალითად, ვის რა აცვია, როგორი განათებაა ოთახში, როგორია ხმაურის დონე, რა ტემპერატურაა და ასე შემდეგ.
ეს იმისთვის არის საჭირო, რომ კონკრეტული რამის შესასწავლი გარემო შექმნა. მაგალითად, თუ გაინტერესებს განათების გავლენა კონცენტრაციაზე, არ შეიძლება რომ ექსპერიმენტის დროს ხმაური იყოს. თუ ხმაურია პაპანაკება სიცხეა და კრაზანები დაფრინავენ, ოთახი გინდა გაანათე და გინდა საერთოდ ჩააქრე შუქი. კონცენტრაცია ასეთ დროს თითქმის შეუძლებელია. ამიტომ შენ როგორც მკვლევარმა უნდა შექმნა ისეთი გარემო, სადაც შენს კვლევაში სინათლის გარდა სხვა არაფერი ხელს არ შეგიშლის. ამისთვის მკვლევარი შეარჩევს ადამიანებს, გაანაწილებს ჯგუფებში და შეუქმნის იდენტურ გარემოს. თუ ორი ჯგუფია, ორივე ჯგუფი ხედავს ერთსა და იმავეს. ისმენს ერთსა და იმავეს. კვლევა ორივეს ერთსა და იმავე დროს უტარდება და იმავე ინსტრუქციას უკითხავენ და ასე შემდეგ. ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ ერთ ჯგუფს რაღაც დავალების შესრულება ევალება ნახევრად ბნელ ოთახში, მეორეს კი ოდნავ უფრო განათებულში. თუ შედეგად მივიღეთ, რომ ერთმა ჯგუფმა უკეთესად მოახერხა კონცენტრაცია, ეს ნიშნავს, რომ სწორედ განათებამ გამოიწვია ეს ცვლილება. სხვა ყველაფერი ერთნაირია, ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ერთგან ხმაური იყო, მეორეგან არა, ან ერთგან ცხელო და მეორეგან არა. ეს ფაქტორები ორივე ჯგუფს ზუსტად ერთნაირი ჰქონდა. ამიტომ ერთადერთი, რასაც განსხვავების გამოწვევა შეეძლო, არის განათების დონე. მოვიყვანოთ მეორე მაგალითი. ყავს 100 ადამიანი. გავაყავით ეს 100 ადამიანი ორ ჯგუფად, თითოში 50-50 ადამიანი. ერთ ჯგუფს დავალევინეთ რაღაც ახალი წამალი ან ენერგეტიკული სასმელი. მეორე ჯგუფს არაფერი არ დავალევინეთ. სხვა ყველა პირობა ერთნაირია. თუ ექსპერიმენტის შედეგად იმათ, ვისაც წამალი დავალევინეთ, ენერგია მოემატათ, ხოლო მეორე ჯგუფს არა. გამოდის, რომ სწორედ ჩვენმა მიცემულმა წამალმა იმოქმედა, რადგან სხვა ყველა პირობა აბსოლუტურად ერთნაირი გქონდა. ახლა კი ამ ცოდნის გამოყენებით პასუხი გავცეთ ვიდეოს დასაწყისში დასმულ კითხვას. ჩვენ გვაინტერესებდა საყვარელი წიგნის ჩუქებისას იღიმიან თუ არა ადამიანები და თუ იღიმიან, ეს წიგნის ჩუქების გამო მოხდა თუ არა. ახლა მოდით დავსვათ კითხვა. კვლევის რომელი მეთოდი გვჭირდება? აღწერითი, კორელაციული თუ ექსპერიმენტული? შეგახსენებთ. აღწერითი კვლევა მხოლოდ იმას გვეტყვის ადამიანები წიგნის ჩუქებისას იღიმიან თუ არა. კორელაციული კვლევა არ გვაძლევს ჩარევის და შეცვლის საშუალებას, ამიტომ ამით დავადგენთ, რომ წიგნის ჩუქებასა და ღიმილს შორის რაღაც კავშირი არსებობს. მაგრამ ხომ შეიძლება წიგნის ნაცვლად რვეული რომ გვეჩუქებინა, მაინც გაეღიმა ადამიანს. საიდან ვიცით, რომ ადამიანი უბრალოდ მადლიერების გამო არ იღიმის. რაც არ უნდა გაჩუქონ, გეღიმება, ამიტომ კორელაციული კვლევა უბრალოდ გვეტყვის, რომ წიგნის ჩუქებასა და ღიმილს შორის არსებობს კავშირი, მაგრამ ვერ გვეტყვის, რომ ღიმილი წიგნის ჩუქებამ გამოიწვია. ან რომ იღიმოდა ადამიანი, იმიტომ აჩუქეს წიგნი. ჩვენ გვჭირდება ისეთი კვლევა, სადაც გვეცოდინება, რომ ღიმილის მიზეზი ნამდვილად წიგნია და შედეგი ნამდვილად ღიმილია. როგორც ვთქვით, ერთადერთი მეთოდი, რომელიც მიზეზ-შედეგობრივობის დადგენის საშუალებას გვაძლევს, არის ექსპერიმენტი. აი როგორ მოიქცევდა ფსიქოლოგი ექსპერიმენტს რომ ატარებდეს. დაუშვათ უკვე ყავს სწორად შერჩეული ადამიანების საჭირო რაოდენობა, ვისაც კვლევას ვატარებთ. ახლა გვჭირდება ვიცოდეთ, რომელი წიგნი უყვართ ადამიანებს, რომ შემდეგ ეს წიგნები ვაჩუქოთ. ჩვენ კვლევის მონაწილეებისთვის გავაკეთებთ პატარა კითხვას. პირდაპირ არ ვკითხავთ, რომელი წიგნი გიყვართ, რადგან შეიძლება რაღაცას მიხვდნენ. ამიტომ რამდენიმე კითხვას შორის ერთ-ერთი იქნება კითხვა მათი საყვარელი წიგნის შესახებ. ანუ შენიღბულად შევაპარებთ იმას, რაც გვაინტერესებს. შემდეგ გვინდა გავიგოთ, რა რეაქცია ექნებათ ამ ადამიანებს, თუ სწორედ მათ მიერ დასახელებულ წიგნს ვაჩუქებთ. უბრალოდ რომ ავდგეთ და ეს წიგნი ხელში შევაჩერჩოთ და უთხრათ, აჰა, აბა მიდი ახლა გაიღიმეო. არ იქნება ხომ კარგი. ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურებოდეს. თანაც მონაწილეებმა წინასწარ არ უნდა იცოდნენ, რომ მათთვის წიგნის ჩუქებას და რეაქციაზე დაკვირვებას ვაპირებთ. ამიტომ ერთ ოთახში ყველას შეკრება და წიგნების დარიგება არ იქნება სწორი. ისინი იეჭვებენ, რომ ეს რაღაც ტესტის ნაწილია და შეცვლიან თავის ქცევას. შეგვიძლია ყველაფერი ისე მოვაწყოთ, რომ შემთხვევითობას ჰგავდეს. მაგალითად, მათ ვეტყვით, რომ ვიკვლევთ კომპიუტერული ტექსტის გავლენას თვალის დაღლაზე. ისინი 15 წუთს ლაბორატორიაში კომპიუტერებთან გაატარებენ და ეგონებათ, რომ ვითომ კომპიუტერის გავლენის შესახებ კვლევაში მონაწილეობენ. სინამდვილეში ეს არის მათი ყურადღების გადატანა. ჩვენ სულ სხვა რაღაც გვაინტერესებს. როცა დავალებას მორჩებიან, ამის შემდეგ მივდივართ მათთან და ვეუბნებით, რომ ვითომ ტესტი უკვე დასრულდა. ვუხდით მადლობას და ვეუბნებით, რომ კვლევაში მონაწილეობისთვის საჩუქრად აი ამ წიგნს ვაძლევთ. ადამიანი ვერც კი ხვდება, რომ წიგნის ჩუქებაც კვლევის ნაწილია.
მას ჰგონია, რომ კვლევა უკვე დასრულდა, ამიტომ იქცევა სრულიად ბუნებრივად და გვაძლევს ზუსტად იმ რეაქციას, რომლის შესწავლაც გვინდოდა. ეს ექსპერიმენტი უნდა ჩატარდეს ინდივიდუალურად. თუ ყველას ერთდროულად წიგნს ვაჩუქებთ, ჯგუფში ინდივიდები დაიკარგებიან და არ იგრძნობენ თავს განსაკუთრებულად. ჩვენ გვაქვს სარკისებრი ნეირონები, ანუ ერთმანეთზე დაკვირვებით ჩვენი რეაქციები და ემოციები იცვლება. ერთი ბავშვი რომ ტირის და მეორე ტირილს იწყებს, მომგინახავთ. დაახლოებით ასეთი რაღაც ხდება, თუ ყველას ერთდროულად ვაჩუქებთ წიგნს. ერთმანეთზე დაკვირვებით ადამიანები ერთმანეთის რეაქციებს გაიმეორებენ. ბუნებრივადაც, როცა წიგნს გვჩუქნიან, ამას მარტო ჩვენთვის აკეთებენ და არა 10 კაცისთვის ერთდროულად. ამიტომ ვაჩუქებთ წიგნს სათითაოდ და ვაკვირდებით მათ რეაქციას. მაგრამ ხომ გახსოვთ რა ვთქვით? ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ კონკრეტულად საყვარელი წიგნის ჩუქება იწვევს ღიმილს. ამიტომ მონაწილეების ერთ ჯგუფს უნდა ვაჩუქოთ საყვარელი წიგნი. და გვჭირდება მეორე ჯგუფიც, რომელსაც ვაჩუქებთ სულ სხვა რამეს. მაგალითად რვეულს. ან თუ ვიცით რომელი წიგნი არ უყვართ იმას. სხვა ყველა პირობა ერთნაირი იქნება ყველასთვის. თუ ვნახეთ, რომ საყვარელი წიგნის ჩუქებისას ისინი იღიმოდნენ, მაგრამ ბლოკნოტის ჩუქებისას არა, ეს გვაძლევს ინფორმაციას, რომ სწორედ წიგნი იწვევს ღიმილს და არა ნებისმიერი საჩუქარი. თუ ორივეგან გაიღიმეს, ამ შემთხვევაში კვლევა ცოტა გართულდება, მაგრამ აქ უკვე შეაფასებენ ღიმილის ხარისხს, მაგალითად რამდენად დიდხანს გაგრძელდა ღიმილი თითოეულ ჯგუფში, ან რამდენად ბუნებრივი ღიმილი იყო. ბუნებრივი და ხელოვნური ღიმილის გარჩევა არ არის რთული ფსიქოლოგებისთვის, რადგან გულწრფელი ღიმილისას სახის სულ სხვა კუნთები აქტიურდებიან. ამ ყველაფერს კამერით ჩავიწერთ და დავაფიქსირებთ. კიდევ არის წვრილმანი დეტალები, როგორც ტარდება ხოლმე კვლევები, თუმცა ეს იყო ერთი მაგალითი, თუ როგორ იღებენ ობიექტურ შედეგებს. აქ არავისი აზრი არ დავიჯერეთ. ავდექით და რაც გვეგონა შევამოწმეთ, ისე რომ კითხვაზე პასუხი მეცნიერულად გაგვეგო. რამდენად გაუხარდათ ამის გაგებაც შეიძლება და აქაც მეთოდების მრავალფეროვნებაა. მაგალითად შეგვიძლია 1-დან 10-მდე შევაფასებინოთ, რამდენად გაუხარდათ წიგნის ჩუქება. შეგვიძლია ისევ ღიმილის ბუნებრივობა შევაფასოთ, გავზომოთ კანის გალვანური რეაქცია და პულსი, რასაც ადამიანი ვერ გააყალბებთ და ასე შემდეგ. მერე მივიღებთ შედეგს, რომ ვთქვათ 70%-მა გაიღიმა, 30-მა არა. აქ უკვე საქმეში ერთვება სტატისტიკა, რომელიც გვეტყვის დაგვიდასტურდა თუ არა ჰიპოთეზა. შეიძლება 70%-მა გაიღიმა, მაგრამ ეს მაინც არ იყოს საკმარისი ჰიპოთეზის დასადასტურებლად. იმიტომ რომ სულ 10 კაცი გამოვიკვლიეთ და 10-დან 7 ბევრს არაფერს ნიშნავს. თუმცა სტატისტიკური ანალიზი უკვე სხვა ვიდეოს თემაა. დღეს რაც გვაინტერესებდა გავიგეთ. ჩვენ ყველა დასმულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი და საწყისი ჰიპოთეზა, რომ საყვარელი წიგნის ჩუქებისას ადამიანი იღიმის, ან გავამართლეთ, ან უარყვავით. ასეთი კვლევა არ ჩატარებულა. შეიძლება ჩატარდა, მაგრამ მე არ ვიცი. ამიტომ შედეგს ვერ გეუბნებით. ეს გონებრივი ექსპერიმენტი უფროა ვიდრე ნამდვილი. მოკლედ, ფსიქოლოგია თავისი კვლევებით ისეთ პასუხს გვაძლევს, რომლის შემოწმებაც შესაძლებელია. თითოეული ნაბიჯი, რაც ამ კვლევისთვის გადავდგით, აღირიცხება. დგება მონაცემები, ვისზე, როდის, სად, როგორ ჩატარდა კვლევა, რამდენი ხანი გაგრძელდა და ასე შემდეგ. ამის მერე თუ ვინმეს ჩვენი კვლევის შედეგში ეჭვი შეეპარა, თავადაც შეძლებს ზუსტად იგივე მეთოდის გამოყენებას. ანუ სიტყვაზე არავინ არავის არ ენდობა. ამიტომ არის ფსიქოლოგია მეცნიერება და არა უბრალოდ იმის თქმა, რაც გგონია რომ სწორია. დღეს ინტერნეტში სამწუხაროდ ბევრ თვითაღიარებულ ფსიქოლოგს შეხვდებით, რომლებიც რაღაცას გეუბნებიან, მაგრამ სინამდვილეში არც თავად ჩაუტარებიათ კვლევა, არც სხვას და უბრალოდ იმას გაჯერებენ, რაც თვითონ ჰგონიათ სწორი. ამიტომ ვიდრე ვინმეს დაუჯერებდეთ, ყოველთვის მოსთხოვეთ კვლევა. რას ეყრდნობა ესა თუ ის ცოდნა? მე რომ გითხრათ, რომ ყველა ადამიანი კეთილია, ეს მხოლოდ ჩემი აზრი იქნება, თუ კვლევით არ დავამტკიცე, რომ მართლაც ასეა. ვინაიდან ფსიქოლოგიური კვლევა ბევრად უფრო დიდი საკითხია, ეს ყველაფერი, რაც აქ თქვით, არის ერთგვარი შესავალი, რომ წარმოედგინა შეგექმნათ დაახლოებით როგორ ტარდება კვლევა. ამ საკითხს თავს არ ვანებებთ და უფრო რთული ფორმებითაც მომავალში ისევ მიუბრუნდებით ხოლმე. განვიხილავთ უკვე ჩატარებულ კვლევებსაც. ამის მომდევნო ვიდეოში კიდევ ერთი საინტერესო და აუცილებელი საკითხი უნდა განვიხილოთ. შეიძლება ჩაატარო კვლევა, გეგონოს რომ ყველაფერი სწორად გააკეთე, მაგრამ სინამდვილეში შენი კვლევა არაფრად არ უარგოდეს, რადგან ის ვერ აკმაყოფილებს საჭირო კრიტერიუმებს. ანუ არ არის სანდო და ვალიდური. თუ რა არის სანდოობა და ვალიდობა და როგორ უნდა ჩატარდეს სანდო და ვალიდური კვლევები, ამის შესახებ ამ კურსის მომდევნო ვიდეოში ვისაუბრებთ. თუ რამე კითხვა გაგიჩნდებათ, კომენტარებში მკითხეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. კარგ სიზამთრს თუ ახსნაც გამოიწერთ.
გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.